რეაბილიტაციის ცენტრი სოფელ აფენში დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს ამ დიდი მხარდაჭერისათვის. პროექტი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ, მოხუცებთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სოფელ აფენში, ფაქტიურად პირველი ეტაპი, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, მეორე ეტაპი დაიწყო. კერძოდ, პირველი ეტაპი გულისხმობდა იმას, რომ სოფელ აფენში ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში უნდა მოწყობილიყო 40 ბენეფიციარზე გათვლილი მოხუცებულთა ცენტრი, დღის ცენტრი, სადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილი იქნებოდა მოხუცებულებისათვის ერთჯერადი სადილი. გამგეობის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ამ სასადილოს ფუნქციონირება და კვების უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ გამგეობამაც პირნათად შეასრულა, გამოცხადდა სათანადო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულმა ორგანიზაციამ მოიპოვა უფლება მოემზადებინა მოხუცებულებისათვის გემრიელი სადილი. ძალიან კარგი ამბავია, ძალიან ხანდაზმული ხალხისთვის რა თეთრები ვიფიქრებია. ხანდაც აფენში. აფენერას ხაზე ნაკლები როგორ არის? დღეს აფენის თემში გაიხსნა უფასო სასადილო, რომელიც მოემსახურება მოხუცებულ ადამიანებს და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს. 40 ბენეფიციარზეა გათვლილი აღნიშნული სასადილო. თვითონ უშუალოდ პარტიის მოწყობა და აღჭურვა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია საგამ, რომელიც გერმანიის საელჩოს პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფა პარტიის კეთილმოწყობა და შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა, ხოლო ადგილობრივ მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო ამ პარტიის ფუნქციონირება უკვე და უფასო სასადილოს ფუნქციონირება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პარტში არ არის დაგეგმილი მხოლოდ უფასო კვების ობიექტის გაკეთება, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება ბენეფიციარებისთვის, მაგალითად უფასო სამედიცინო კვლევების სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები, რომელიც დაეხმარებათ მათ თავისუფალი დროის გატარებაში და ასე შემდეგ, შესაძლებელი ექსკურსიებიც მოეწყოს, გარკვეული რაღაც მცირე სახის ღონისძიებების მოწყობა, დაბადების დღეების აღნიშვნა და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს უშუალოდ ის სივრცე, სადაც თავისუფალ დროს შეუძლიათ ადამიანებს მოსვლა, დასვენება, გართობა, ერთმანეთთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და შესაბამისად აი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს უკვე აქ არის ახალგაზრდული სათემო ცენტრი კედელი და მათი მეშვეობით აი საინტერესო ღონისძიებებიც იქნება ორგანიზებული. ჩემი აზრით ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიქცევით იმას, რომ დღეს მოსახლეობის რაღაც გარკვეულ ნაწილს უჭირს და მით უმეტეს მოხუცებს. ფაქტის ახეზეა, გუშინდელი სურათი რაც იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრ მოხუცებულს, მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ სიხარულის მიცრემიც მოდიოდათ გაზიარებენ, მათზე ვიღაც ზრუნავს და მათ გაჭირებას მათი გაჭირება ვიღაცას გულთან მიაქვს. თავისთავად ცხადია, რომ აი ამ კუთხით ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი, გამგეობა მე ვფიქრობ, რომ სწორად აიყო გეზი ამ მიმართულებით საკრებულოსთან ერთად და საერთოდ კიდევ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ზრუნავს მოხუცებზე, საერთოდ ისეთ ადამიანებზე, ვისაც სოციალურად უჭირს. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ყველა საზრუნავია, ყველა გაჭირვების გორჩიტობა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც წესი და რიგია, ჩვენ აუცილებლად ზრუნავებას არ მოვაკლებთ მოხუცებს. მე დღეს დავაგემოვნებ კიდეც ძალიან კარგი კერძი იყო, ისეთი როგორც ოჯახში მზადდება ხოლმე და მინდა მათ ყველას მადლობა მოვხატო. ამ სოფელში ჩვენ გვაქვს ერთი სასადილო, რომელიც არის ქალაქ ლაგოდეხში, სადაც დაახლოებით 70 ადამიანი დადეს ყოველდღიურად და იღებს უფასო კვებას და ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, განცხადებები იყო შემოსული ადმინისტრაციულ ერთეულში
აფენში უნდათ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ასე ვთქვათ, იგივე სერვისით ესარგებლათ და დაახლოებით 45 განცხადება იყო და ჩვენ შევეცადეთ, რომ გვერდში დავდგმოდეთ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მოხდა ის, რომ სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ დაწერა პროექტი, წარადგინა და დაფინანსდა გერმანიის საელჩოს მიერ, მოეწყო ეს ფართი გარემონტ-დაქაურობა, აღიჭურვა ყველაფრით, რაც საჭიროა და ჩვენ საკრებულოსთან ერთად გავითვალისწინეთ ბიუჯეტში თანხები, რაც იყო საჭირო იმისთვის, რომ აქაურ ადამიანებს, მოქალაქეებს ესარგებლათ უფასო საკვებით ყოველდღიურ რეჟიმში კვირის გარდა. და მოხდა გახსნა ამ ცენტრის, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ძალიან კაი საქმე კეთდება მოსახლეობისთვის და მოსახლეობაც ჩემი აზრით მაყოფილი იქნება და ყოველდღიურად ცხელი კერძები ექნებათ, ასე ვთქვათ, ამ ადგილას მომზადებული და შეეძლებათ მოვიდნენ და ისარგებლონ, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი მომსახურებით.